ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან და ქალები აფხაზეთიდან. ამ სახელწოდების სალონური დისკუსია შეხვედრები გაიმართა ზუგდიდში, რომელიც ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის მიერ იყო ორგანიზებული. შეხვედრები ქალაქ ზუგდიდის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში ჩატარდა და მასში მონაწილეობა არაერთმა აფხაზეთელმა ქალბატონმა და ახალგაზრდამ მიიღო. მოწვეული ყავდა ქალბატონები, რომლებიც რაღაცა თავისი უნიკალური ისტორიით ძალიან გამორჩეულები არიან, რომლებმაც ძალიან წარმატებული გზა გაიარეს მასპინძელთემთან ერთად. დევნილი ქალი საკმაოდ ტრავმირებული და ტკივილიანი ისტორიით არის გამორჩეული და მათი მოფერება ძალიან მნიშვნელოვანია. ასოციაცია იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ჩვენი სახელწოდებაც მიუთითოს, რომ ჩვენთვის ასოციაციად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარება, მშვიდობის მშენებლობა. მარტი ქალების თვეა და ძალიან სასიამოვნოა, რომ ქალებს აფხაზეთიდან დევნილებს განსაკუთრებით მასპინძლობა გაუწია ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია იმედმა ორგანიზაციასთან დევნილ მეწარმე ქალებს ძალიან ბევრი რაღაცა აკავშირებს. მე პირადად ვარ სოხუმიდან დევნილი, წარმოებ ბოსტნეულის ჭირებს, უკატებს, სოუსებს და შოკოლადს და რამოდენიმე წლიანი ურთიერთობა მაქვს ორგანიზაცია იმედთან. რომელმაც ჩამთო რაღაც სხვა პროგრამებში, მათ შორის მენტორინგის პროგრამა ვიყავით, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩართულები. ასოციაცია იმედი მშვიდობისა და მშვიდობის მშენებლობის თემაზე დისკუსიებს ხშირად მართავს სხვადასხვა ფორმატში. მათი მიზანი რეგიონში აღნიშნული პროცესის კიდევ უფრო გააქტიურებაა. ასევე დევნილი ქალების პროფესიული კუთხით წარმოჩენა. არაერთი პროექტი განგვიხორციელებია, იძულებით გადაადგილებული ქალების მხარდასაჭერად, ჩვენი ძირითადი მიმართულება მათი უფლებების დაცვა, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციას ვეწეოდი წლების განმავლობაში, 65 წლის განმავლობაში დევნილთა ჩასახლებებში შეგვყავდა იურისტიც, ფსიქოლოგიც, რეპროდუქტოლოგიც. გარდა ამისა, ჩვენ ვეწევით ადვოკატირებას ძალიან ბევრი პრობლემის და ამაში მხარს გვიჭერს არაერთი დონორი. უამრავი ტრენინგები გავიარეთ იურისტებთანაც საკმაოდ დაგვაკვალიანეს და ამის შედეგად, ამ ყველაფრის შედეგად უფრო აქტიურებით გავხდით იურისტებთან დაკვალიანების შედეგად. მოხდა ჩვენი გამოსახლება, სადაც დღეს ბარამიაზე ჩვენი საზღვრებელი ბინები გვაქვს. ღონისძიებები ორგანიზაცია ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით განხორციელდა.